რას ნიშნავს არქეტიპი ძალის მომატება და რა კავშირი აქვს მას ჩრდილთან შეხვედრასთან? ეს თითქოს ორი სხვადასხვა რამ არის, მაგრამ არსობრივად ჩვენ ვნახავთ ახლა, რომ ეს არის პრინციპში ერთი და იგივე მოვლენა. რას ნიშნავს არქეტიპი ძალის მომატება? გმირი, ანუ ჩვენ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ჩვენი ცნობიერებისა და პიროვნული განვითარების გარკვეულ ეტაპზე ვაღწევთ იმ მდგომარეობას, იმ საფეხურს, როდესაც უკვე ძველი ძალებით, ძველი სულიერი გამოცდილებით ვეღარ ვაგრძელებთ ახალი ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარებას. უფრო რთული დავალებები, სამყაროსეული, უფრო რთული გამოწვევები და ჩვენ ამას ვეღარ ვუმკლავდებით იმ ძალებით, რაც უკვე გვქონდა. სწორედ ეს არის ის ზღურბლი, ის ინიციაციური ზღურბლი, როდესაც ჩვენ უნდა ჩვენს თავში გავააქტიუროთ, ამოვქაჩოთ ყველა ის რესურსი, რაც ძალის დამატებაში უკვე გამოვლინდება. და მეორე, ეს შეიძლება იყოს თუ ჩვენს თავში ამას ჩვენით ვერ ვახერხებთ, აუცილებლად ჩვენ უნდა მივიმართოთ სამყაროს ძალებს, ჩვენს სულიერ განზომილების მასწავლებელს, ჩვენს მფარველ სულებს, რომ ჩვენ ეს ძალა დაგვემატონ. მაგრამ აქ არის ერთი საფრთხე. არქეტიპი ძალის მომატება ნიშნავს ერთსა და იმავე დროს ძალის მომატებას სხვადასხვა ასპექტით. ეს არის ფიზიკური ძალა, მასკულანური ძალა, ეს არის მენტალური ძალა, ეს არის სულიერი ძალა, ენერგეტიკული ძალა. მოკლედ, ყველა მიმართულებით ერთსა და იმავე დროს გვემატება ძალა. და თუ რომელიმე მათგანი ერთმანეთთან არ არის დაბალანსებული, აი უკვე ეს წარმოშობს იმ საფრთხეებს, რომელსაც ჩვენ სხვადასხვა მითოლოგიურ გმირებთან ვაწყდებით. არ ვიცი გახსოვთ თუ არა ამირანიანიდან ამბრე არაბის ეპიზოდი, როდესაც უკვე სახელგანთქმული გმირი ამირანი, რომლის დამამარცხებელი სამყაროში არავინ არ არის, ხვდება მოულოდნელად გარდაცვლილ მკვდარ ურემზე დასვენებულ ამბრ არაბს, რომელსაც დედა მოასვენებს. და მას უეცრად მკლავი გადმოუვარდება, ეს არის დევგმირი, დაუმარცხებელი და ამბრე არაბის დედა ამირანს თხოვს, რომ მკლავი აუწიოს და დაუდოს ურემზე, მაგრამ როცა ამირანი მიდის, ძვრასაც ვერ ყოფს ამბრე არაბის მკლავს. და აი აქ ამირანი ვარდება სასო წარკვეთილებაში. რადგან აღმოჩნდა, რომ მას ცხოვრება მოუვლინა უკვე უფრო გაცილებით ძლიერი გამოცდა ამბრე არაბის სახით და მას არ შეუძლია ამ გამოცდის ჩაბარება, მას არ შეუძლია მიცვალებულის მკლავიც კი ასწიოს, თუნდაც ეგონა რომ სამყაროში ის იყო დაუმარცხებელი გმირი. უკვე შეიძლება ამირანის ჩრდილებზე საუბარი და იქ უჩხულებს ებრძვის სხვა ეპიზოდებში და ეს რა ცალსახად მისი ჩრდილებია, მაგრამ მისი მთავარი სულიერი ჩრდილი ეს არის სწორედ ამბრე არაბი. აი თორე ეს ებრძვის თქვათ ურჩხულებს, იქ ბაღბაღდებს, ეს აქ უმეტესწილად მოდის მისი მასკულანური ძალა, მაგრამ ამბრე არაბი არის ადამიანი, დევგმირი, მისი ორეული, როგორც ვთქვათ, გილგამეში და ენქიდუ, მთელი ტრაგიზმი, რაც უკვე ვითარდება მერე თავად ამირანის ცხოვრებაში უკავშირდება სწორედ ამბრე არაბის ეპიზოდს. აი აქ გარდატყდა მთლიანად ამირანის პერსონა და მან ითხოვა თავისი ნათლიასგან, ანუ თავისი სულიერი მოძღვრისგან, ყველაზე დიდი ღვთაებისაგან ითხოვა ძალის მომატება. დიახ, მას ეკუთვნოდა, მას შეეძლო, ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ ძალის მომატება. რა თქმა უნდა შეგვიძლია და რა თქმა უნდა აუცილებელიც არის, რომ რაღაც ცხოვრების გარკვეული ეტაპიდან სამყაროსგან ვითხოვოთ ძალის მომატება. თუ ამას ჩვენი ძალებით, ჩვენი სულიერი პრაქტიკებით ვერ ვახერხებთ. არ გამოდის, მაგრამ აქ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი.
რატომ არ გვემატება ძალა ჩვენით და რატომ არის აუცილებელი მისი მოთხოვნა. არის რაღაც ეტაპები, როდესაც ჩვენ ძალა ჩვენითვე გვემატება, მაგრამ აქ არის ერთი მომენტი, რომ ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობა. როდესაც ჩვენ რაღაცას ვითხოვთ, იმ მოთხოვნილზე ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას. და როცა ჩვენ ვითხოვთ ძალის მომატებას, ჩვენ პასუხისმგებლობაც უნდა ავიღოთ იმაზე, რა გამოცდების ჩაბარება მოგვიწევს აი ამ ძალებით. ამირანის შემთხვევაში რა ხდება? ამირანს მოემატა ძალა და ამის შემდეგ მართლა მისი მომრევი აღარავინაა დედამიწაზე და ის ვარდება გაბუდაყებაში, ანუ ამპარტავნებაში, ანუ ბერძნული ტერმინი ჰუბრისში. ჰუბრისი ანგრევს ნებისმიერ გმირს, ნებისმიერ ადამიანს. ეს სწორედ ეს საფრთხე ახლავს ძალის მომატებას. ამიტომაც ჩვენ აქ სამყარო არა თავისი ნებით გვიმატებს ძალას, არამედ დიდწილად მნიშვნელოვანია ჩვენს მიერ პასუხისმგებლობის აღება ამ ძალაზე. ამირანი ვარდება ჰუბრისში, ის არ აღმოჩნდა მზად დაწეოდა მენტალურად, სულიერი განვითარებით იმ ფიზიკურ ძალას, რომელიც მას მიეცა. ნახეთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკურ მასკულანურ ძალას, ენერგეტიკულ ძალას განსაკუთრებით, იმიტომ რომ ვიღაცებს შეუძლია ენერგეტიკული ძალების გამოყენება, მაგრამ არ ეწევა ამას სულიერი განვითარებით, ეკოლოგიით და შეიძლება რომ ეს გამოიყენოს, რა თქმა უნდა, სხვების დასაზიანებლად. აი აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ როცა ეს ძალა გვემატება, საით მივმართავთ და რა თქმა უნდა, როგორ შეგვიძლია ამ ძალის მართვა. ამირანი ჩავარდა ჰუბრისში და მან საკუთარი ნათლია, ვინც ეს ძალა მიანიჭა, ის გამოიწვია ორთაბრძოლაში. რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იმთავითვე წაგებული იყო და ამირანი არის კლდეზე მიჯაჭვული. რატომ არის ამირანი კლდეზე მიჯაჭვული? ამირანი კლდის გამოქვაბულში უნდა დაეწიოს თავისი სულიერი განვითარებით თავისავე ფიზიკურ ძალას. აი ეს არის მთელი აი ამ კლდეში გამოკეტვის მითოლოგიური არსი. როგორ ხდება ჩვენში ძალის მომატება? პროცესი არის თავად ძალიან საინტერესო და სწორედ აქ მივადექით ჩრდილთან შეხვედრას. რეალურად ძალა, რომელიც გვემატება, ეს არის ჩვენივე რესურსი, რომელსაც იუნგიანურ ენაზე ქვია ჩრდილი. ხშირად ჩვენ სწორედ მაშინ ვითხოვთ ძალის მომატებას, როდესაც ბუნებრივად მივედით ჩვენი ჩრდილის ზღურბლთან და ჩვენ შეგვიძლია რეალურად აი ამ ძალის აღება, დამატებითი ძალის აღება. რადგან ჩვენს გონებაში, ჩვენს არსებაში ჩნდება უკვე სურვილი, რომ ჩვენ აი ამ ჩრდილს შევხვდეთ და მომწიფდა ჩვენში აი ეს მდგომარეობა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია რაღაც ძალიან დიდს, ძალიან საშიშს შევეჯახოთ, შევეფეთოთ, თვალებში ჩავხედოთ და ეს არის საკუთარი ჩრდილი. კიდევ ორ მაგალითს მოვიტან მსოფლიო მითოლოგიიდან, რომ უფრო გასაგები გახდეს. ქალღმერთი ინანა შუამდინარული მითოლოგიიდან, როდესაც ის უკვე დაეუფლა როგორც ზეციური ქალღმერთი, როგორც ცის ღმერთის ანის ქალიშვილი დაეუფლა ყველა იმ სიკეთეს, ყველა იმ ძალას, რაც ციური იყო, მან გააცნობიერა თავის თავში მთელი თავისი ფემინურობა, ქალღმერთობა, რაც ციური საწყისიდან მომდინარეობდა. მან გადაწყვიტა, რომ ჩასულიყო ქვესკნელში
და შეხვედრო და თავის ტყუპის ცალს, თავისსავე ორეულს, თავის ჩრდილს, ქვესკნელის დედოფალს ერეშკიგალს. სხვათაშორის იკონოგრაფიაში ინანა ერეშკიგალს ერთსა და იმავე იკონოგრაფიული გამოსახულებით გამოსახავენ. და ინანა ჩადის ქვესკნელში. იქ ძალიან დიდი სიუჟეტია, არ მოვყვები, უბრალოდ გეტყვით იმას, რომ ეს გზა გადის სიკვდილზე. ინანა კვდება ქვესკნელში და შემდგომ მკვდრეთით აღდგება სხვა ღმერთის, სიბრძნის ღმერთის ენქის დახმარებით და ის უბრუნდება სამზეოს. უკან დაბრუნებული ინანა, მკვდრეთით აღმდგარი ინანა უკვე არის ინანა ერეშკიგალი, რომელმაც იცის არა მხოლოდ ციური ძალების და ენერგიების მართვა და ფლობა, არამედ ამიერიდან მან უკვე იცის თავისივე ჩრდილის, ქვესკნელის დედოფლის ერეშკიგალის ენერგიების და ძალების და სპირიტუალური, ანუ სულიერი ცოდნების შესახებ ყოველივე. კიდევ ერთი მაგალითი ჩრდილთან შეხვედრის ეგვიპტური მითოლოგიიდან, ეს არის ჰათჰორის და სეხმეტის მაგალითი. დიდი ღმერთის რაეს ქალიშვილები, ჰათჰორი და სეხმეტი, ერთი მთლიანობის ორი სხვადასხვა ასპექტი. ჰათჰორი ფემინური, რბილი ენერგია, ქალური ენერგია, სიყვარულის ნაყოფიერების ქალღმერთი, ხოლო მეორეს მხრივ მისი მძვინვარე დამანგრეველი სამართლიანობის აღმდგენი ასპექტი, ეს არის სეხმეტი. როდესაც რაე ჩამოაგდეს ტახტიდან, აჯანყება მოუწყვეს, მან მოიხმოს სწორედ მისივე ქალიშვილი მესამე თვალი სეხმეტი, რომელმაც აღადგინა სამყაროში სამართლიანობა. ძალიან მძვინვარედ და ესეთი საკმაოდ სისხლიანი მეთოდებით. რას ნიშნავს ახლა ჰათჰორის და სეხმეტის შეხვედრა? ჩვენ აი აქ უკვე გავდივართ რამდენიმე ეტაპს ძალის მომატებაში, ანუ ჩრდილთან შეხვედრის დროს. პირველი თავად ამოწევა, ამოტივტივება, ზედაპირზე ამოსვლა ამ ჩრდილის. როგორია ის ჩვენთან, თითოეულ თქვენგანთან ინდივიდუალურად, ყველასთან სხვადასხვაა. აი ამ ჩრდილის გაცნობა და მისი გააქტიურება, მაგრამ აი სწორედ აქ არის საჭირო მასთან ჭიდილი. ჩვენ არ ვკლავთ ჩვენს ურჩხულს, ჩვენ არ ვანადგურებთ ჩვენს ჩრდილს, ჩვენ ვინტეგრირდებით, მთლიანდებით საკუთარ ჩრდილთან, რომ შემდეგ უკვე შევძლოთ მისი მართვა, რომ არ ჩაგვყლაპოს თავად ჩვენივე ჩრდილმა. და როდესაც გავივლით აი ამ ეტაპს, შეხვედრის, ინტეგრაციის, მართვის, ფინალი, ჯილდო, ეს არის არქეტიპი, ძალის მომატება. საბოლოო ჯამში ჩვენ ვითხოვთ სამყაროსგან იმას, იმ პროცესის ჩართვას, რაც ურთულესად ჩვენივე გასავლელია. ამ პროცესებს თავად ჩვენ გავდივართ ურთულესი ინიციაციური გამოცდებით.